ეთერშია კომუნიკატორი, მეგობრებო, ჩვენ ახლა გვაქვს რამ პატარა ბლოკი იმისათვის, რომ წარმოგიდგინოთ რამდენიმე ვიდეო და სხვა მასალა, რომელიც მოვაგროვეთ ინტერნეტ სტრიმინგის თუ სკრინინგის მეშვეობით. სკანირების სკანირება მეგრული სიტყვა სხვათა შორის. რაც შეეხება ამ ვიდეოს, ეს არის მართლაც ფანტასტიკური, მსგავსი რამ კარგახანია არ შეგხვედრია. ეს არის ორი, მე ვიტყოდი, გადარეული ადამიანი, ორი ფრანგი, ივროსი და ვინს რეფერ, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ეს პროექტი დაეფინანსებინათ და როგორც იქნა, პროექტი დაფინანსდა. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარმოგიდგინეთ ერთ-ერთი ვიდეო პორტალიდან, უпростоრად YouTube არხიდან X Dubai და როგორც შანს X Dubai უკვე სპეციალიზირდება ასეთ ფანტასტიკურ ვიდეო რგოლებზე. ყოველგვარი კომენტარის გარეშე მინდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო ფაქტიურად მომავალი, რომელიც უკვე დღეს არსებობს და ხელმისაწვდომია და მე მგონი ცოტა ხანშიც იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ჩვენც ამ ოცნებას, ადამიანების ოცნებას ავისრულებთ. მოდით კომენტარის გარეშე მინდა წარმოგიდგინოთ ეს ვიდეო უბრალოდ. ძალიან შთამბეჭდავია, დიდხანს ვაკვირდებოდი და ნამდვილად არ მჯერდა რაღაც გარკვეულ მომენტებში ვიფიქრე გრაფიკა ხო არ არის, რაღაცა კომპიუტერულ ანიმაციას ხო არ უყურებ, მაგრამ მე დიდხანს ვეძებდი მასალას ამ ორი ფრინავი უნდა დავარქვათ თუ აღარ ვიცი რაღა დავარქვათ. ჯეტმენებს ეძახიან ამათ და აღმოჩნდა რომ საკმაოდ რთული პროცესი გაიარეს სანამ მივიდნენ აქამდე. მოსამზადებელი პერიოდი წლების მანძილზე ხდებოდა ეს. ახლა წარმოიდგინეთ ორი ფაქტიურად რეაქტიული ძრავა გაქვს პირდაპირ ტანზე და წარმოუდგენელი რაღაცა. რო შეხედავ ისე არხეინათ არიან, ვერ მიხვდები რომ ან ამ სიმაღლეზე ესეთი სისწრაფით დაფრინავენ, ან ძრავები აქვთ. ნასტასიამ რგოლის დროს ვითხრა რომ ალბათ ჩვენი შვილებიო ამას აბსოლუტურად ნორმალურად აღიქვამენ. რომათთვის ის რაც ჩვენ შეიძლება ჩვენც კი 10 წელიწადში მოუფრინდეთ ხოლმე სამსახურში.